სააღდგომო ეპისტოლე 1978 წელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერმონოზონთა და ყოველთა კურთხეულშვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა. ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერმონოზონო, ძვირფასო ძმანო და დანო, შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს, პასექს მარადილსა და საცხოვნებელს. და ხმოვ, ქრისტე აღდგა. ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა. ქრისტე აღდგა. მასში მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა. ქრისტე აღდგა. გამოისყიდა უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა, ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება, მოვალეობა და უზენაესი ჯილდო. რაი არს კაცი, რამე თუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამე თუ მოხედავ მას. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოსთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი, და დაადგინე იგი ზედა ქმულსა ხელთა შენთასა. ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფერხთა მისთა ფსალმუნი 8:6. რა იდუმალება და ძლიერება იფარება ამ სიტყვებში საღვთისმეტყველო აზრისა და ქრისტიანული მოღვაწეობისათვის. ყოველი ეს ღვთივბოძებული ნიჭი ჩვენს წინაშე განუსაზღვრელ სივრცეს ხსნის სულიერი მოქალაქეობისა და სულიერი ღვაწლისათვის. ასეთი კურთხევა შესაძლებლად ხდის ჩვენს ზნეობრივ სრულყოფას. და კურთხეულია შემოქმედება. სწორედ მაშინ ხდება ჩვენთვის გასაგები ჩვენი აზროვნება, სიტყვა, გრძნობა და დაუოკებელი სწრაფვა პირველ მიზეზისადმი. ყოველივე ეს კი შედეგია უსასრულო ღვთაებრივი სიყვარულისა. წმინდა ბასილი დიდის სიტყვით, ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია. ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ღვთის ხატება არავითარ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანში. წმინდა ბასილი დიდის სიტყვები. ჩვენთვის ცნობილ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის 43 სიტყვიდან. იხილეთ მოსკოვში 1844 წელი გამოცემული წმინდა მამების შრომები. ნაწილი მე-4 გვერდი 104, 129. ღმერთო მრავალმოწყალეო, სიყვარულსა შენსა არა აქვს უარი. როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს. ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე. კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს ცხოვრებასა საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ნებები. ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში, უსულო და მკვდარ მატერიაში, ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ სიკვდილს პოულობს და ადამიანის სრულყოფა ირღვევა. დღესასწაულობთ რა თქვენთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს, ქრისტეს დიდებულ აღდგომას, რომელიც საწინდარია ჩვენი მომავალი სულიერი და ფიზიკური აღდგომისა. აღვავლენთ ლოცვებს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა მიმართ, რათა მან განაახლოს ჩვენი სულიერი არსი და დაგვიბრუნოს პირველქმნილი ბუნება,
რათა ჩვენი აღდგომა და განახლება დაიწყოს ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე. როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს, უფალს, მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს, ქრისტეს წმიდა ეკლესიას. ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, რამე თუ რომელმან აღადგინა უფალი იესო. ჩვენცა იესვის მიერ აღმადგინეს მეორე კორინთელთა მიმართ 4:14. ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ დაემსგავსოს მთიდან დაგორებულ ლოცვს, რომელიც საჭიროებს ისევ და ისევ ზევით აზიდვას და რომლის შეჩერება და უკან დაბრუნება დიდ სულიერ დაძაბულობასა და სულიერ ტანჯვასთანაა დაკავშირებული. ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა. ამგვარად, განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს. ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოუხმობთ მთელ ჩვენს ნებისყოფას და გავყვებით წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვებს. აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა მეორე პეტრე 3:18. ქრისტიანობა ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა. გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული. სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა ახილვასა და აღდგომას. ძვირფასო დებო და ძმებო, აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც ვითარცა იგი მამაი აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა იქნებავს, აცხოვნებს იოანე 5:21. სიხარულით მოდით და დატკბით ღვთაებრივი ტრაპეზის ზიარებით. ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1978 წელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი, ტომი 1, თბილისი, 1997 წელი.